ლაშა, რა ეტაპები გაიარეთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში თქვენი ბიზნესი აი ამ დონემდე მისულიყო? პირველ რიგში ყველა ადამიანს მინდა უთხრა ჩემი პატარა მცირე გამოცდილებიდან, რომ პირველი ეტაპი რაც აუცილებლად გასავლელი იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყო, ეს არის რისკი. ანუ ბევრი ადამიანი აქვს ბანკში ვალდებულობა, აქვთ სესხები, აქვთ ვალები, ყავთ ოჯახები, აქედან გამომდინარე ვერ ისკამენ რომ თქვათ თავიანთი 800 ლარიანი სამსახურები მიატოვონ და დაიწყონ რაღაცა ბიზნესი, რის შედეგადაც შეიძლება უბრალოდ არ გაამართლოს ამ ბიზნესმა, რაც ძალიან ნორმალურია. ანუ ჩემი აზრით პირველი ეტაპი არის ის, რომ გადადგა ნაბიჯი და გარისხო, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე ანუ ზოგადად ადამიანებს, როდესაც ანუ სამსახურში ვიყვანთ, არსებობენ ანუ ორი ტიპის ადამიანები, ერთი რომელიც პროფესიონალები არიან ერთ საქმეში კონკრეტულში და მეორე ტიპის ადამიანები, რომლებიც თქვათ შეიძლება იყოს კურიერი და მეორე დღეს ისეთი აზრი გადმოსცეს თქვათ ფინანსურ მენეჯმენტში ან ბუღალტერიაში რომ გაგიკვირდეს ანუ საიდან მოდის ან თუნდაც შემაგალითზე ვთქვათ ძალიან ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდი სადაც ანუ ვიყავი გაყიდვების ჯგუფში მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე ვინტერესდებოდი და ბოლომდე ვეკითხებოდი ჩავდიოდი ასე შემდეგ ამ დღესდღეობით ბუღალტერი არ გვყავს ჩვენ კომპანიაში იმიტომ რომ მე იმდენი ავითვისე ამ კითხვა-კითხვით ასე ვთქვათ და ჩაღრმავებით მით უმეტეს როდესაც YouTube და Google გვაქვს ახლა მით უმეტეს როდესაც RSG გამარტივებულია და ვიდეო ინსტრუქციები დევს საიტზე ანუ ზედმეტების აწყვირთვა იქნება თუ ეგეთი ელემენტარული საკითხები უკვე მარტივად შემინდა რომ ერთმანეთს გავაკეთო ანუ ზოგადად მივდივართ ვარეგისტრირებთ ბიზნეს ვარტყმებს შეფესეს სახელს შემდეგ უკვე იწყება მეორე ეტაპი, ანუ ოფის მოვაწყობთ ფარს, ანუ ჩვენ ტექნიკას არ ქონდა, ტექნიკას გავცვალეთ, ასე ვთქვათ, დავაბარტერეთ მომსახურებაში. სახლიდან დაგქონდა ჩვენი ლეპტოპები თავიდან, ვიჯექით ხის კუთებზე და ანუ ნელ-ნელა განვითარეთ. ყველა ჩვენთან თანამშრომელმა იცოდა, რომ აუცილებლად მოვიდოდით ამ ეტაპამდე და ყველა ამ ბიზნესთვის მუშაობდა. ანუ ნელ-ნელა უკვე რაღაც მიზნები დავისახეთ, კონკრეტული რაღაცა თარგეტები ავიღეთ, დედლაინები გავწერეთ, ავიყვანეთ სტაფი, ჩვენ თანამშრომლები ავიყვანეთ არა მათი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პიროვნული თვისებების მიხედვით, იმიტომ რომ ჩემი ხედვა ასეთი, რომ ადამიანი შეიძლება რაღაცა კარგად ვერ გააკეთოს, მაგრამ თუ უნდა აუცილებლად ისწავლოს დღეს თუ არა ხვალ. გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ყოფილიყავით ერთი ოჯახი და ანუ გასაბოლოო ჯამში გამოგვივიდა ისეთი კომპანია, რომელსაც ჰქონდა კაცრად ჩამოყალიბებული წესები, მაგალითად 10-დან 6 საათამდე აუცილებლად უნდა ყოფილიყო თანამშრომელი ოფისში, მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ 9 საათამდე, 10 საათამდე და ზოგჯერ მთელი ღამე არავინ არ მიდიოდა სახლში. ლაშა, როგორ ფიქრობ, გამოუცდელი და მოტივირებული თანამშრომელი ჯობია თუ გამოცდილი, მაგრამ ისიც რა არის? აი, როდესაც ახალ თანამშრომელს იყვან. ისიც რა არის, გააჩნია სიტუაციას, ანუ და გააჩნია სფეროს, იმიტომ რომ ბუღალტერი გამოუცდელი ბუღალტერი, ანუ საშიშია კომპანიისთვის, მაგრამ ანუ მენეჯერათაც ადამიანები არ იბადებიან, შეიძლება რაღაცა ლიდერული თვისებები კონდეს, მაგრამ უნდა დახვეწონ აუცილებლად რაღაცა სხვა სკილები უნდა შეიზინონ. ჩვენ ყოველთვის ანუ ესეთი მიდგომა გვაქვს კომპანიაში, რომ ანუ უპირატესობას ვანიჭებთ ადამიანურ თვისებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, რომ ადამიანურ თვისებებიდან გამომდინარე ძალიან მარტივად გახდება ის პროფესიონალი და გვირჩევნია რომ ჩვენ გვიხარდეს თანამშრომელი რომელიც აქ ზის ოფისში და ასე ვთქვათ არ გვანერვოზებდეს და არ გვიშლიდეს ზოგადად რაღაც საერთო მიზნამდე მისვლაში ასე ვთქვათ ანუ სტრესული გარემო არ გვინდა რომ გქონდეს ოფისში